2 ივნისი მტკვრის დაცვის დღე ამასთან დაკავშირებით თბილისში მტკვრის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია ჩატარდა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისის მერიამ, საგანგებო სიტუაციების სამსახურმა და დასუფთავების სამსახურმა მიიღეს მონაწილეობა. მათ მტკვრის სანაპიროზე მსვლელობა მოაწყეს და ადგილობრივ მოსახლეობას გარემოს დაცვისაკენ მოუწოდეს. აქციის ფარგლებში სპეციალური ხელსაწყოებით სტუდენტებმა მტკვრიდან ნაგავი ამოიღეს. მტკვრის დაცვის დღე კოალიცია მტკვარ არაქსის ინიციატივით 1999 წელს დაარსდა. რეალურად არის მტკვარზე უბნები, რომელიც არის კატასტროფულ მდგომარეობაში. თუნდაც ის უბანი, რომელსაც ქვია გარკვეულად თბილისის შემოსასვლელი და გასასვლელი, ძალიან ბევრ შემთხვევაში არის პრობლემატური და პრობლემატური იმიტომ, რომ საკანალიზაციო სისტემები არ არის ბოლომდე მოწესრიგებული და პრობლემატური იმიტომ, რომ ძალიან ბევრი დაბინძურება ჩადის თუნდაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან, იმიტომ რომ მტკვარი არის ზუსტად ის მდინარე, რომელიც აძლევს მთელ შიდა ქართლს მთლიანად ამარაგებს წყლით. ნორებთან ერთად დაგეგმილი გვაქვს კონფერენცია, რომელიც გულისხმობს მტკვრის კალაპოტის ყველა მუნიციპალიტეტის, საქართველოში არსებული ყველა მუნიციპალიტეტის ერთობლივ კოორდინაციას მტკვრის რევიტალიზაციასთან დაკავშირებით. მტკვარს ისტორიულად თბილისში 70-იანი წლებიდან უკვე პრობლემები შეექმნა, როდესაც არასწორად დაგეგმარებით, მაგალითად მთელი ვაჟას კვარტლები ნუცუბიძე პირდაპირ ჩაედინებოდა კანალიზაცია მტკვარში.